მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა გასწავლით როგორ გავააქტიუროთ შეტყობინებების კატეგორიები. ანუ ეს თუ არ იქნება ჩართული ტელეფონზე, შესაბამისად ვერ შევძლოთ შევცვალოთ სტანდარტული შეტყობინებების ზარები. Facebook-ი, Messenger-სა თუ Instagram-ზე, WhatsApp-ზე, TikTok-ზე და YouTube-ზე. ზოგადად ყველა სოციალურ ქსელსა თუ სხვადასხვა აპლიკაციებში. ეხლა გასწავლით როგორ გავაკეთოთ ეს. შევდივართ პარამეტრებში, ანუ настройкებში. Уведомление, строка состояния. ანუ ქართულად ზუსტად როგორ იქნება არ ვიცი. შეიძლება იყოს შეტყობინებები და შეტყობინებების ხმები. აგერ აქ ნახულობთ დაპალნიწელია პარამეტრი, დამატებითი პარამეტრები, ანუ ქართულად შევდივართ აქ. და აქ ნახულობთ индикатор на значках. ВКЛ. Индикатор управления категориями. Экстренное управление категориями для приложений. Меню категории уведомлений будет показано. Управление категориями уведомлений. ანუ შეტყობინებების კატეგორიების მართვა. ანუ ამას დავაწყაპეთ. აგერ მე გამოვთე, ჩემთან ჩართული იყო, ჩართული მქონდა. ჩავთავისებ და ამის შემდეგ შევცვალოთ სხვადასხვა სოციალური ქსელის სტანდარტული ზარები. ანუ შეტყობინებების ზარები. გმადლობთ ყურადღებისთვის და თხოვთ გამოიწეროთ ჩემი TikTok არხი და YouTube არხი, რომელიც ჩემი პროფილის ბიოში არის მითითებული. გმადლობთ კიდევ ერთხელ და თხოვნა იქნება რომ დამილაიქოთ ვიდეო. 01:45. Значок в уведомлениях. 01:45. Пауза. Кнопка.